მარტო ჩვენ თელი მსოფლიო უყურებდა ამ გამოსვლას ბევრი ფაქტორების გამო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბუნებრივი არის უკრაინა და ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც უკრაინაში ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები იქნება ბევრი რამის განსაზღვრული სამომავლოდ და მოცემულობა ისეთი არის, რომ ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს ამერიკის გარეშე გაუჭირდება რუსეთის დამარცხება და უკრაინის მხარდაჭერა. აქ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ის, რომ ეს საკითხი ამერიკის შიდა პოლიტიკურ დღესასწაულთანაც არის მიბმული და მთელი მცდელობა ვაშინგტონში ანამდეც და აი ამ გამოსვლის შემდეგაც ალბათ წავა იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც არ არიან იზოლაციონისტები და თვლიან, რომ ამერიკას აქვს მნიშვნელოვანი როლი, დააკავშირონ ამერიკის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები იმასთან, რომ უკრაინამ გაიმართოს. ამ კუთხით პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა კარგი იყო იმ წინა პირობების გათვალისწინებით, რაც მანამდე იყო და გაურკვევლობის თეთრსახში ზელენსკის სტუმრობას გულისხმობ. პოზიტიური გზავნილები იყო, ხელშეკრულება მინერალების შესახებ მზად არის ხელმოსაწერად, ამაზე შეგვიძლია დამატებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ხელშეკრულება ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ორივე ხელმომწერი მხარისთვის, უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. ბუნებრივია, იქ ბევრი ნიუანსი და დეტალი არის, რომელსაც ხედავთ, რომ აი ზელენსკიმ ამ გამოსვლამდე თავისი საჯარო პოსტით კარგი საფუძველი შეუქმნა იმისთვის, რომ ტრამპმა გამოხატა მძღოლობა მოეწერა ხელი. ახლა რაც შეეხება შიდა ამერიკულ საკითხებს, მისი გამოსვლა მთლიანად მიზონილი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. რეალურად რაღაც კამპანიის გაგრძელება იყო და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ დღევანდელი პოლიტიკა, დღევანდელი დემოკრატიული მმართველობის სისტემა გარკვეულწილად 24/7-ზე კამპანიის რეჟიმზე გადავიდა. ერთი მარტივი ახსნა ამისი არის ის, რომ იმდენად ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, რომ 4 წელი არავის არ უნდა დაიცადოს, ამორჩევას არ უნდა დაიცადოს, რომ ნახოს შედეგები და შემდეგ ახალი ხელისუფალი აირჩევს. ანუ ყოველდღიური ანგარიშვალდებულებაა საჭირო და ტრამპის ადმინისტრაციაც როგორც ჩანს პულსს ზომავს და ამ საზოგადოების პულსიდან გამომდინარე აჟღერებს თავის გზავნილებს. ცუდი მხარე რაც იყო, რაზეც ყველა საუბრობს აქ ვაშინგტონში, რაც არ ახასიათებს ხოლმე განსაკუთრებით გამარჯვებული პოლიტიკურ ძალას, ვისაც ოფისი, ანუ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უჭირავს ხელში, იყო ისევ და ისევ მაპოლარიზებელი გამყოფი, იმიტომ რომ ბევრი შიდა გამყოფის გარდა არის რაღაც საკითხები, რაც ამერიკელებს, ამერიკულ საზოგადოებას აერთიანებს. განსაკუთრებით საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხები და აქაც სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან პოლარიზებულია და როდესაც ამერიკა შიგნით პოლიტიკურად პოლარიზებულია, ნაკლები რესურსი რჩება იმ დიდი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სოფლიო წესრიგის არეულ სოფლიო წესრიგის დაალაგება სჭირდება. აი, ჩემი შემდეგ კითხვა ზუსტად აი ამ არეულ წესრიგს უკავშირდება, როცა რაღაცა ზრევ, რაღაც გეგმა უნდა კონდეს თავში, როგორ გინდა რომ დაალაგო. რასაც თქვენ აკვირდებით ახლა, სტრატეგიულ დონეზე არსებობს რაიმე ასეთი გეგმა, რის გამოც თუნდაც ის ფაქტორები, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, მათ შორის ჩვენს წინასტუმართანაც და ასე შემდეგ, ანუ ის რესურსები, შესაძლებლობები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და შეუცვლელია თითქმის მოკავშირეებზე შანტაჟისთვის კი არ გამოიყენებოდეს, მათზე ზეწოლისთვის კი არ გამოიყენებოდეს. არამედ ზუსტად იმ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეების მიმართ იყოს მიმართული მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც პრინციპში თუნდაც ჩინეთის სახით არის იდენტიფიცირებული პრეზიდენტ ტრამპის მისი ადმინისტრაციის ან წინამორბედების მხრიდან. რა ბედი ელის უკრაინას, მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ, რამდენად პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა ამ მხრივ და რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს ეს დინამიკა. მიუხედავად ამ ბევრი რიტორიკული აკრობატიკისა და გამოჩნდა, რომ იგივე ადმინისტრაციის შიგნით და ეგეცაც არის ხოლმე ყოველთვის, არის სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც სხვადასხვანაირად უყურებენ ბევრ საკითხებს, მათ შორის საერთაშორისო საკითხებსაც, მაგრამ მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი არის მაინც ამერიკელი ხალხის დამოკიდებულება და გამოჩნდა ბევრი კვლევა აჩვენებს აი ამ თეთრი სახლის ასეთი არეული გზავნილებიდან გამომდინარე იმ პრესკონფერენციიდან რაც წარმოიშვა, გამოჩნდა, რომ ამერიკელი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, აღიქვამს რუსეთს როგორც თავარ საფრთხედ და იმისათვის, რომ ეს პოლიტიკაში გადაიზარდოს, ბუნებრივია საჭირო ამაზე მუდმივად აპელირება. სამწუხაროდ საფრთხეებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის
გამონახვა დემოკრატ და რესპუბლიკელებს შორის, მათ უფრო ცენტრისტულ ფლანგს შორის არ მომხდარა. და ასევე სამწუხაროდ კარგად გამოჩნდა ასევე ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომელზეც რუსული პროპაგანდა დიდი ხანია ევროპაშიც მუშაობდა, ეგრეთ წოდებული ნალის კოალიცია უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს ნალის კოალიცია, რომ ულტრამემარცხენები და ულტრამემარჯვენეები რაღაცა ფორმით საერთო პოზიციებს ყოფილობენ სხვადასხვა მოტივაციით, მაგრამ წინააღმდეგი არიან, რომ ამერიკა დაეხმაროს, თქვათ, იგივე ხდებოდა გერმანიაშიც, ახლა გამოჩნდა ეს კრემლის ფაილები, როდესაც გაჟონა, გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი რუსული პროპაგანდისტული გავლენის ოპერაციის სწორედ ასეთი კოალიციის შეკოწიწება იყო, გარკვეულწილად ეს ევროპაშიც გამოსდიოდა და სამწუხაროა, რომ ამერიკაშიც გამოჩნდა, რომ 360 გრადუსით, აი ეს ორი რადიკალური და ამ საკითხზე რაღაცა ფორმით თანხმდებიან და ამას იყენებენ სწორედ აი პოპულისტური ნიშით, რომელიც დარჩა პოლიტიკურ სისტემაში იმის გამო, რომ ყოველდღიური პრობლემები დაგროვდა და შესაბამისად ამ ვაკუუმს ავსებს პოპულისტური გზავნილები. ასე რომ საკმაოდ რთული განტოლება არის ამოსახსნელი უკრაინელებს ხო, ბოლოს მინდა რომ ზუსტად ისე უკრაინას მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ დამატებით ვრცელდება კიდე ინფორმაციები, მაგალითად ჰაიმარსის ოპერატიული მართვისთვის აუცილებელი data, ანუ საინფორმაციო ბაზის შეწყვეტა, წვდომის შეწყვეტა მოხდა და კიდე სხვა რაღაცეები, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის არა მარტო თავდასხმით პოტენციალს უკრაინის არმიის, არამედ თავდაცვის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც. როგორც ჩანს, პრეზიდენტის დონეზე ეს კი ითქვა გუშინ, რომ პოზიტიური დინამიკაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ზემოქმედების ეს ბერკეტები მაინც გამოიყენება რაღაცისთვის. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ტიპის რაღაცა ტაქტიკური პაუზები რუსეთთან მიმართებაში სამწუხაროდ, მაგრამ რეიგანის შემდეგ ყველა ადმინისტრაციას ახასიათებდა და თვლიდნენ, რომ რუსეთთან რაღაც გადატვირთვის მიღწევა შესაძლებელი იყო და მეორე ბოლოს კრახით თავდებოდა. შესაბამისად, ეს კომპონენტიც, რაც თქვენ ახსენეთ, სადაზვერო ინფორმაციაზე შეზღუდვა, რომელიც რეალური დროის სადაზვერო ინფორმაციას გულისხმობს, რომელიც უკრაინელებს ეხმარებოდა ზუსტი სამიზნეების არჩევაში, ალბათ ამის ნაწილი არის დროებით შეჩერდა. ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია გამოვიდა საჯაროდ, მაგრამ ოფიციალური დადასტურება ამისი რეალურად ვერ ვნახეთ. მაგრამ ჩემი ვარაუდი არის, რომ ალბათ ესეც ნაწილი არის იმ პარალელური დიალოგისა, რომელიც გუშინ გამოსვლისას პრეზიდენტ ტრამპაც აღნიშნა, როდესაც რუსეთს ელაპარაკებია. ეს აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა კი არა, ესეც არის ხოლმე წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეხლაც რაღაცა პარალელური არხი კომუნიკაციის რუსეთსა და ამერიკას შორის ყოველთვის არსებობდა. ახლა ცოტა ხნის წინ ბობ ვუდვორდის წიგნი გამოვიდა, რომელშიც ის საუბრობს იმაზე, რომ რუსული არხი, იგივე ბაიდენის საკომუნიკაციო არხის საშუალებით რუსები თხოვდნენ ამერიკელებს, რომ უკრაინელებს ალყაში მოქცეული რუსები ბოლომდე არ გაეჟუჟათ და ამერიკელები აჩერებდნენ. ანუ ეს ამ პროცესს ესეთი დიდი მოთამაშეებს შორის ურთიერთობის პროცესს ახლავს. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ეს პაუზა ზოგადად მორალურ განწყობაზე იმ მეომრების, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, უნებრივია კარგად არ აისახება და ვარაუდობ, რომ ამის ნაწილი არის დროებით შეზღუდვა, რომ ალბათ რუსეთიც ამას წინაპირობა დააყენებს, რომ დაждდეს მაგიდასთან. თუ დაждდება საერთოდ. მე მგონი ისინი უფრო ტაქტიკურ პაუზას იღებენ და ტრამპის ადმინისტრაციასაც, როგორც წინა ადმინისტრაციებს მოუწევთ წარეgaკვეთილი მიიღონ რუსეთისგან, როდესაც ისინი რაღაც ტაქტიკური ცვლების შემდეგ ბოლოს საერთოდ აყირავენ მაგიდას, რაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რუსული დიპლომატიის სტილი იყო და ერთადერთი რეიგანმა აუღო ამას კარგად ალღო და რითი დასრულდა კი ვიცით. ნახოთ მთელ ამ პერიოდში უკრაინა ზიანდება, ზარალდება და მათ შორის ის დემოკრატიული სარტყელი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და უნდა ყოფილიყავი და უნდა ვიყოთ მომავალში. ბათო, ძალიან დიდი მადლობა ველით მოგვიანებით კვლავ თქვენს შეფასებებს ვაშინგტონიდან, რაც ყოველთვის საინტერესოა.